Good morning, everybody. First, I would like to say thank you that I'm here and we are together. According to today's reality, I decided to talk about everything in Georgian language. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის, ამ ორი უმნიშვნელოვანესი დღისთვის, როდესაც ჩვენ ვართ ერთად, საუბრობთ კრიზისებზე, საუბრობთ კომუნიკაციაზე, საუბრობთ კომუნიკაციის მნიშვნელობაზე, იმ განსაკუთრებულ დროს, როდესაც როგორიც არის დღეს ჩვენ ქვეყანაში. მე წარმოვადგენ თბილისის მუზეუმების გაერთიანებას და დღევანდელი ჩვენი თემაა დემოკრატიის დაცვა. როდესაც საკონფერენციო მოხსენებას ვამზადებდით, ამ მნიშვნელოვანი იყო ის რეალობა, რომელიც ამ პერიოდში იყო საქართველოში. მნიშვნელოვანი იყო თავიდანვე და განსაკუთრებით საინტერესო იყო კომუნიკაცია და კრიზისებზე საუბარი. განსაკუთრებით ჩვენი მუზეუმებისთვის. მაგრამ ბოლო დღეებია არაერთი დისკუსიის და დიალოგის შესაძლებლობა მქონდა, თუმცა დილამდე არ ვიცოდი რაზე უნდა მესაუბრა. არ ვიცოდი არა იმიტომ, რომ არ ვიცოდი რაზე უნდა მესაუბრა, არ ვიცოდი როგორი დილა გვექნებოდა დღეს. არ ვიცოდი შესაძლებელი იქნებოდა თუ არა ოფიციალურად წარმედგინა თბილისის მუზეუმების გაერთიანება, როგორც თბილისის მუზეუმების გაერთიანების დირექტორი. თუმცა მე დღეს ჯერ აქ ვარ და არ ვიცი ხვალ მექნება თუ არა შესაძლებლობა მოვუყვე რა წლიანი ისტორია, როგორ გაიარა თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ ინსტიტუციური ცვლილებები. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც საუბრობთ, როგორი უნდა იყოს მუზეუმები, ჩვენთვის აქ შეკრებილი საზოგადოებისთვის ყველასთვის ცნობილია, როგორი გვინდა იყოს მუზეუმები. მაგრამ ძალიან ცოტა საუბრობთ, როგორი უნდა იყოს მემორიალური მუზეუმები. მემორიალური მუზეუმები, რომლებსაც თავისთავად აქვს ჩარჩოები და ის ჩარჩოები, რომელიც მემორიალობის დაცვასაც გულისხმობს და ქრონოლოგიურ ჩარჩოსაც. ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა მემორიალურ მუზეუმებზე საუბრისას იყო, როდესაც თბილისის მუზეუმების გაერთიანება იქმნებოდა. მე არ ვიყავი თბილისის მუზეუმების გაერთიანების შექმნის პროცესში ჩართული, თუმცა მე წარმოვადგენ გაერთიანების პირველ დირექტორს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი გაერთიანების შექმნისთვის, რომელიც არასდროს არ უნდა გამოგვჩეს, ეს არის 9 მუზეუმი, რომელიც ზოგიერთი მათგანი 20 წელზე მეტი იყო, 20 წელზე მეტი ასაკის ითვლის, ზოგი კიდევ 40 წელზე მეტი ასაკისაა. არასდროს არ უნდა დაგვაუწყდეს მათი და ამ მუზეუმების შექმნელების, შემგროვებლების, დამფუძნებლების გვაწყვი იმისთვის, როგორ მოიტანეს ეს მუზეუმები ჩვენამდე. იმ ცოდნით და იმ დაცვით, როგორიც იცოდნენ, როგორიც სჯეროდათ და როგორიც წარმოედგინათ. 21 საუკუნის მიჯნაზე, როდესაც მუზეუმებზე ძალიან ბევრს საუბრობთ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა იყო მუზეუმების შეგვექმნა როგორც ხიდები, მუზეუმები საზოგადოებასა და საზოგადოებისთვის წარსულსა და მომავალს შორის დამაკავშირებელი ინსტიტუციები. ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო წარმოგვედგინა თბილისის მუზეუმების გაერთიანების კონტექსტი, როგორც დამაკავშირებელი ხიდები, როგორც იმედები, რომლებიც ერთის მხრივ წარმოადგენენ მემორირებული პირების ისტორიას და ითვალისწინებენ ეპოქალურ კონტექსტს, ითვალისწინებენ პოლიტიკურ და ყვებიან პოლიტიკურ რეალობაზე. არ არსებობს მემორირებული პირი, არ არსებობს არც ერთი ინდივიდი, რომელსაც არ ეხება პოლიტიკური, სოციალური, რელიგიური და გეოგრაფიული კონტექსტი. თითოეული ჩვენი აქტივობა, თითოეული ჩვენი გადაწყვეტილება ძალიან ხშირად განპირობებულია გეოგრაფიულ, პოლიტიკურ და ყველა იმ დანარჩენ კონტექსტზე და რაც მთავარია შინაგან ხმაზე, რისიც გვჯერა. 2016 წლიდან, როდესაც ჩვენ საუბრობდით, როგორი უნდა ყოფილიყო მუზეუმები და როგორი უნდა ყოფილიყო მემორიალური მუზეუმები, ერთის მხრივ მთავარი ამოცანა იყო წარმოგვედგინა მემორიალობა, შეგვექმნა ჩვენი კოლექციებისთვის უსაფრთხო და საიმედო შესაძლებლობები დაგვეცა და გადაგვეცა თაობებისთვის, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო გამოგვეყენებინა
სამუზეუმო ისტორიები, მემორირებული პირები, როგორც საისტორიო და ისტორიული გაკვეთილები. შეგვექმნა იმედი იმ დემოკრატიული სწავლებებისთვის, რომელსაც ჩვენი მემორიალური პირები და მემორირებული პირები წარმოადგენენ. ამის საშუალებას მაძლევს ის სახელები, რომელსაც თბილისის მუზეუმების გაერთიანება მემორიალურ სახლ-მუზეუმებად აერთიანებს. გარდა 9 მემორიალური ადამიანისა, რომელსაც საქართველოს ისტორიისთვის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, თბილისის მუზეუმების გაერთიანება ასევე მოიცავს თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმს, რომელსაც არანაკლებ ისტორიული მნიშვნელობა აქვს. მუზეუმი 1936 წელს დაარსდა. ეს არის პერიოდი, როდესაც საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული პერიოდი იდგა მე-20 საუკუნეში. თუმცა მე მაქვს პატივი წარმოვადგენდე ილია ჭავჭავაძისა და მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმებს. თუმცა ამასთანავე მაქვს პასუხისმგებლობა ვიზიარებდე თითოეულ მათ აქტივობას, თითოეულ მათ ღირებულებას და ბრძოლას საქართველოს დამოუკიდებლობისა და ადამიანის უფლებებისთვის. დღეს, როდესაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარდამტეხი პერიოდია, განსაკუთრებით იმ უმრავლესობისთვის, რომელიც თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში მუშაობენ, ადამიანები, რომლებიც 9 აპრილის შემდეგ დაიბადნენ. ეს არის პერიოდი, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა საბჭოთა პერიოდი, საბჭოთა იმპერიისგან გასათავისუფლებას. დღეს არის ყველაზე გარდამტეხი პერიოდი, როდესაც ჩვენ ვიბრძვით გამოხატვის თავისუფლებისთვის. გამოხატვის თავისუფლება ცოტა გვიანია 21 საუკუნეში ვისაუბროთ, რომ დემოკრატიული ღირებულებაა. ცოტა გვიანია ამაზე საუბარი, რადგან მე-19 საუკუნეში ილია ჭავჭავაძე და ძალიან ბევრი ადამიანი, მე ძალიან მიჭირს გამოვყო ილია ჭავჭავაძე მხოლოდ, ძალიან ბევრი ადამიანი იბრძოდა ეროვნული ფასეულობისთვის, რასაც დღეს ჩვენ ევროპულ ღირებულებებს ვეძახით. იმ ეროვნული ფასეულობებისთვის, რომელიც მოიცავდა ადამიანის უფლებებს, ქალთა უფლებებს, საარჩევნო უფლებებს, განათლების უფლებებს და უამრავ სხვა რამეს, რომელიც 21 საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დასაცავი საკითხია. სახელმწიფოებრივ ღირებულებებზე, სამართლიანობაზე და იმ განსაკუთრებულ აქტივობებზე, რომელიც თითოეული ადამიანისთვის იყო დამაკავშირებელი პოლარიზებულ საზოგადოებისთვის. როდესაც საუბრობთ ილია ჭავჭავაძის მემკვიდრეობაზე, გარდა იმისა, რომ ეს ერთი დიდი პატივი და საქართველოში თქვენ ვერ იპოვით ვერც ერთ ადამიანს, რომელსაც არ შეუძლია ვრცლად ისაუბროს ილია ჭავჭავაძის მნიშვნელოვნებაზე. მუზეუმის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო გვესაუბრა არა მის მხოლოდ განსაკუთრებულობაზე და სიდიადეზე. მე შეგახსენებთ, რომ ილია ჭავჭავაძე ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანად არის ასევე შეერაცხული. ძალიან მნიშვნელოვანია ვისაუბროთ მის ღვაწლზე, როგორც ადამიანზე, როგორც რეფორმატორზე, როგორც სახელმწიფოს დამაარსებელზე. და ამის ნათელი მაგალითია მუზეუმი, რომელიც არაერთმა თქვენთაგანმა ნახა, არა როგორც სახლ-მუზეუმი, არამედ როგორც ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი. მუზეუმის რეაბილიტაციის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო წარმოგვედგინა ეპოქალური კონტექსტი მე-19 საუკუნის საქართველოსი და იმ აქტივობებისა, რომელსაც საქართველოს დამოუკიდებლობა მოყვა მოგვიანებით. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც საუბრობთ, როგორი უნდა ყოფილიყო მე-19 საუკუნის აქტივიზმი, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როგორი საკომუნიკაციო სისტემა შეიძლება ყოფილიყო. წარმოიდგინეთ, როდესაც ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, ალბათ ძალიან ძნელია წარმოვიდგინოთ ეპოქა, როდესაც მხოლოდ ტელეგრამი და გაზეთი მუშაობს. როდესაც ესეთია საკომუნიკაციო სისტემა და საქართველოს ფეხდაფეხ მიყვება იმ მთავარ გამოწვევებს, რომლისკენაც ევროპა მიდის. მე-19 საუკუნე, როდესაც იწყება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარი ამ პერიოდში, ეს არის ქალთა უფლებები. ქალთა უფლებები, როცა საქართველოს დამოუკიდებლობისთანავე 1918 წელს საქართველოს პარლამენტში ჩვენ გვყავს 5 არჩეული ქალი დეპუტატი და
ეს თამამად მე-19 საუკუნის დამსახურებაა. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც დღეს ვსაუბრობთ, როგორი იყო მისია თბილისის მუზეუმების გაერთიანების. თბილისის მუზეუმების გაერთიანების ერთ-ერთი მთავარი მისია იყო შეგვექმნა საგანმანათლებლო რესურსი, შეგვექმნა საკომუნიკაციო რესურსი, რადგან მემორიალური მუზეუმები ძირითადად სკოლებთან ასოცირებული დაწესებულებები იყვნენ. დაწესებულებები, რომლებიც მიყვებოდნენ სასკოლო პროგრამებს და ძალიან ხშირად მხოლოდ გარდაცვალება დაბადების თარიღებით შემოიფარგლებოდნენ. მნიშვნელოვანი იყო დაარსებისთანავე სიახლეები და გამოწვევები. იყო უამრავი კრიტიკა, უამრავი წინააღმდეგობა, ძალიან საინტერესო გამოცდილება 8 წლიანი ისტორიის მანძილზე, თუმცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა იყო ისტორიული ფასეულობების წინ წამოწევა. იმ ადამიანების, განსაკუთრებით იმ ცოდნების აკუმულირება, რომელიც მუზეუმებში დასაქმებულ ადამიანებს ჰქონდათ. მუზეუმებში დასაქმებულ ადამიანებს, რომლებსაც შეეძლოთ უზარმაზარი გამოცდილების გადაცემა ახალ მოსულებისთვისაც. ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული საკითხი იყო ერთიანობა, რაც დღეს ვფიქრობ, დარბაზს რო ვუყურებ შევძელით და ალბათ ამ 2 კვირის მანძილზე გამოცდილებით დავანახეთ და ვისარგებლებ და არ ვიცი მომეცემა თუ არა საშუალება კიდევ ერთხელ გადავხდი ჩემი გუნდის თითოეულ წევრს განსაკუთრებულ მადლობას იმისთვის, რომ ერთად დავიჯერეთ, ჩვენ შეგვიძლია გავაგონოთ ხმა იმ საზოგადოებას, რომელსაც არ სჯეროდა მემორიალური მუზეუმების. ძალიან მნიშვნელოვანი იყო თავიდანვე ის აქტივობები დაგვეჯერებინა დამფუძნებლებისთვის, დამფინანსებლებისთვის, დონორებისთვის, სახელმწიფოსთვის, სამართლებრივი ორგანიზაციებისთვის და უამრავი სხვა ჩართული ინსტიტუციისთვის, რომ მემორიალურ მუზეუმებს აქ შესაძლებლობა იყვნენ ერთ-ერთი მთავარი აქტიორები. 3 წლიანი მუშაობის შედეგად ჩვენ შევძელით და მოვახერხეთ პენიტენციალური სამსახურის დარწმუნება იმისთვის, რომ მუზეუმებს შეუძლიათ სასჯელ აღსრულების დეპარტამენტში სასიკეთო საქმის კეთება. მუზეუმებს შეუძლიათ დახურულ სივრცეებში იმედისა და მაგალითის მიტანა. და ამის ნათელი მაგალითია 3 წლიანი მუშაობა იმისთვის, რომ ჩვენ თვეში ერთხელ შევდივართ დახურულ სივრცეში და არასრულ წოვნებს დასრულებს სხვადასხვა კონტექსტით ვუზიარებთ გამოცდილებას, რაც რაოდენობრივად დასაბუთებადია, როგორი მაჩვენებლები გვაქვს მათი რესოციალიზაციის პირობებში. ისინი ბრუნდებიან მუზეუმებში, ბრუნდებიან განთავისუფლების შემდეგ მუზეუმებში და ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არ არის სიახლე, ეს არ არის განსაკუთრებულობა მსოფლიო მუზეუმებისთვის, მაგრამ ის იყო ძალიან ძნელად მიღწევადი ჩვენთვის. ძალიან ძნელად მიღწევადი იმ დახურულ საზოგადოებაში, სადაც საპატიმროში ყოფნა შეიძლება იყოს სტიგმა. საპატიმროში ყოფნა შეიძლება იყოს დასასრული სამომავლო განვითარებისთვის. მაგრამ ყოველთვის გჯერა, რომ მუზეუმებს აქ ხმა იმისთვის, რომ შეცვალონ და ხშირად შეაჯანჯღარონ საზოგადოება. ამის ერთ-ერთი მაგალითია მუზეუმი, რომელზეც მე მინდა ვისაუბრო, ილია ჭავჭავაძის მუზეუმზე და ყოველთვის ჩვენი საგამოფენო კონცეფცია ამ მუზეუმის რეაბილიტაციის დროს იყო ადამიანიდან სახელმწიფომდე. ერთი ადამიანის ისტორიით მოგვეყოლა სახელმწიფო გამოცდილება, სახელმწიფოებრიობის დაფუძნების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. 2016 წლის ბოლოს, როდესაც დავიწყეთ რეაბილიტაციის პროცესზე ფიქრი, ძალიან რთული იყო წარმოგვედგინა, როგორი შეიძლება ყოფილიყო მუზეუმი დასასრულს და გამოვტყდები, რომ გეგმა კეთდებოდა პარალელურად რეაბილიტაციის პროცესში. ამის მიზეზი იყო ის ცვლილებები, რომელიც მე-19 საუკუნის სახლმა საბჭოთა პერიოდში განიცადა. ამ სახლში ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შემდეგ ცხოვრობდა სხვადასხვა თაობა, სხვადასხვა ადამიანები და მუშაობდა სხვადასხვა დაწესებულებაც, ვიდრე 70-იანი წლების ბოლომდე.
80-იან წლებისთვის, როდესაც იქმნება ახალი მუზეუმი საბჭოთა კონტექსტით, როდესაც ნაკლები ყურადღება ექცეოდა ავთენტური სივრცეების რეაბილიტაციის კონტექსტს. მნიშვნელოვანი ამოცანა იყო შეგვექმნა არა მხოლოდ ავთენტური გარემო და აღვედგინა კონსერვაცია რესტავრაციის პროცესი, არამედ წარმოგვედგინა ეპოქალური კონტექსტი. ასევე გვეზრუნა დამთვალიერებლის როგორც უსაფრთხოებაზე, ისე კომფორტულ გარემოზე, რომ შეგვეცვალა პრაქტიკა აუცილებელი და სავალდებულო გიდირების პროცესში. დამთვალიერებელს შეუძლია ნებისმიერ კონტექსტში გადაადგილდეს, მიიღოს სხვადასხვა საჭიროების ადამიანმა სრული სერვისი, იქნება ეს შეზღუდული საჭიროება თუ სხვა ინტერესების მქონე ადამიანები, თუმცა ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო ასევე წარმოგვედგინა ეპოქა. წარმოგვედგინა ის მთავარი მახასიათებლები, რომლებიც იქნებოდა ნებისმიერი ვიზიტორისთვის ინსპირაციის წყარო. ნებისმიერი ვიზიტორისა და დამთვალიერებლისთვის შესაძლებლობა სჯეროდეს იმისა, რომ მუზეუმში არის ადგილი, სადაც შეიძლება ენდონ. ამის ერთ-ერთი ჩვენ სამი განსაკუთრებული პროექტი გვაქვს, რომელიც მე დეტალურად მინდა და წარმომედგინა. ეს არის პროექტი მუზეუმის გარეთ, რომელიც მუზეუმების რეაბილიტაციამდე დავიწყეთ და შევძელით საქართველოს ბევრ კუთხეში, მათ შორის 2008 წლის რუსეთის მიერ ოკუპირებულ საზღვრისპირა სოფლებში შეგვეტანა ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამები. ეს იყო ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, როდესაც მემორიალური მუზეუმები გადიან თავისი მემორიალური სივრცეებიდან და აღარ ელოდებიან დამთვალიერებელს. აღარ ელოდებიან დამთვალიერებელს მემორიალობის აღსანიშნავად, არამედ თვითონ მიდიან ნებისმიერ დამთვალიერებელთან. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მუზეუმების როლზე, ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე ჩვენ ქვეყანაში იმაზე საუბარი, რომ მუზეუმები არის ტურისტული ატრაქცია. მუზეუმები არის მნიშვნელოვანი ტურიზმისთვის. რა თქმა უნდა, მუზეუმები არის მნიშვნელოვანი კულტურული პროცესებისთვის, მაგრამ მე მაინც მჯერა, რომ მემორიალური მუზეუმები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ადგილობრივი ვიზიტორებისთვის, წმენის, ცოდნის და ისტორიის გასაზიარებლად, ისტორიის გაკვეთილებისთვის. იმ შესაძლებლობებისთვის, რომ ვიცოდეთ რა ღირებულებები დავკარგეთ, რა ღირებულებები უნდა გავაგრძელოთ, რა უნდა მოვიპოვოთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მემორიალური მუზეუმებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ამოცანა იყო საზღვრისპირა და მუზეუმს გარეთ პროექტები, გარდა ტრადიციული სამუზეუმო საქმიანობისა, იქნება ეს ვიზიტორები, დამთვალიერებლები, საგანმანათლებლო პროგრამები თუ ასე შემდეგ. თქვენ ხედავთ სტატისტიკურ ინფორმაციას, რომელიც ისეთი პატარა ქვეყნისთვის 2 და 3 წლის მანძილზე, განსაკუთრებით COVID პერიოდისთვის, საკმაოდ დიდი ციფრია. განსაკუთრებით იმ რესურსების ფონზე, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. 108 საგანმანათლებლო პროგრამა პენიტენციალურ დაწესებულებაში. 642 აქტივობა საზღვრისპირა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. 529 ვიზიტორი და ეს არის განსაკუთრებული ციფრი, თუ წარმოვიდგენთ, რამდენი ადამიანია განრიდების პროგრამაში, რამდენი მოზარდია სპეციალურ განრიდების პროგრამაში პენიტენციალური სამსახურის მიერ. მაქსიმალურად ვცდილობთ გავიხსენოთ ყველა ის ისტორიული და გადამწყვეტი მომენტი, რომელიც საქართველოს ისტორიისთვის და შეიძლება ითქვას დღესაც ძალიან აქტუალურია. 1927 წელი ადამიანის უფლებებზე ზრუნვა, ადამიანის უფლებებზე წუხილი, გამოხატვის თავისუფლება, ხმა, რომელიც ჩვენ ძალიან გვჭირდება და განსაკუთრებით რეაბილიტაციის პროცესების ჩვენება. დღეს, როდესაც მოვდივართ და ვხედავთ, როგორია მუზეუმები, ძალიან ხშირად შესაძლებელია წარმოვიდგინოთ, როგორი შეიძლება იყოს უკეთესი. ამ რეალობიდან ჩვენ მივიღეთ მემორიალური სივრცე, როდესაც არავის არ ჯეროდა არც ერთი ავთენტური ნაწილის აღმოჩენის. რადგან 70-იანი წლები, 60-იანი წლები, 50-იანი წლები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და
სახიფათო პერიოდი იყო, როდესაც ავთენტურობა იღებებოდა, ილესებოდა, ნადგურდებოდა და ასე შემდეგ. მუზეუმი, რომელიც თქვენ 2 დღის მანძილზე ნახეთ, 2016 წელს, 2017 და 18 წელს იყო ესეთი. კედლები, რომელშიც თქვენ იდექით. workshop-ის რომელსაც ჩვენ ვატარებდით, ეს არის ზუსტად ის სივრცე, რომელსაც ჩვენ ვახებოდით. და ჩვენ შევძელით აღვედგინა და მიგვეკლია მემორიალობისთვის. ძალიან საინტერესოა ასევე აღვნიშნოთ ის ადამიანები, რომლებიც მუზეუმებს გარეთ იყვნენ ჩართული მემორიალობის მოპოვებაში. ეს იყო ადამიანები, რომლებსაც ახსოვდათ არა ისტორიულ პირებს, არამედ მეზობლებს, მეგობრებს, შემთხვევით ვიზიტორებს, მათ შორის იმ პერიოდის სახელმწიფო მოხელეებს. ახსოვდათ ვინ რა წაიღო, ახსოვდათ ვისგან რა უნდა დაგვებრუნებინა ან გამოგვესყიდა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი შემდეგი პროექტი, რომელიც მუზეუმის გახსნის შემდეგ დავიწყეთ, ეს არის ტრადიციული ხუჩაბათობა. ხუჩაბათობა, რომელსაც ისტორიკოსები დემოკრატიულ საღამოებს უწოდებენ და ეს არის ილია ჭავჭავაძის ტრადიცია. როდესაც საუბრობთ, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა გავაგრძელოთ თითოეული მემორირებული პირის გზა, ამას დამადასტურებული ფაქტები უდევს საფუძვლად. ხუჩაბათობა იმ პერიოდის საკომუნიკაციო სისტემაში წარმოიდგინეთ 19 საუკუნის საქართველო არ არსებობს ის საკომუნიკაციო შესაძლებლობები, რომლებიც ჩვენ გვაქვს, მობილური, მესენჯერი და ასე შემდეგ და ადამიანებმა იციან, რომ ყოველ ხუჩაბათს, ყოველ საღამოს შეუძლიათ მივიდნენ ილია ჭავჭავაძესთან ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთი არ უყვართ, ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთს არ ეთანხმებიან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში და პოლიტიკურ ხედვებში და შეუძლიან გამოიყენონ სახლი სადისკუსიოდ. და ხშირად ძალიან სევდიანი გადაწყვეტილებებისთვისაც კი, როდესაც ადამიანები ერთმანეთს აღარ ელაპარაკებდნენ, როდესაც რჩებოდნენ მტრებად. ვიდრე ილია ჭავჭავაძის მკვლელობამდე ეს ტრადიცია გრძელდებოდა. ეს არის 1907 წელი და გარდა სიკვდილამდე 8 წლის მანძილზე ის იბრძოდა ძალიან მანამდე მთელი ცხოვრება, მაგრამ ბოლო 8 წელი ის აქტიურად იმ პერიოდის მედიაში, სახელმწიფო დაწესებულებებში, იმ პერიოდის დუმაში სიკვდილით დაჯის გაუქმების წინააღმდეგ. ჩვენ ვსაუბრობთ 1901 წელს, 1902 წელს, 1905 წელს. ხუჩაბათობა ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება იყო, როდესაც შევძელით და 2022 წლიდან დღემდე 65 ხუჩაბათობაზე მეც უმასპინძლეთ იმ პოლარიზებულ რეალობაში, როგორიცაც ჩვენი ქვეყანა ბოლო რამდენიმე წელია მოიცავს. ძალიან უცნაური იყო არა ჩვენი მასპინძლობა ხუჩაბათობის საღამოებზე. უცნაური იყო, როდესაც ჩვენ სტუმრებს უკვირდათ ძალიან ჩვენი მზაობა მოგვესმინა განსხვავებული აზრები. ჩვენი მზაობა, როდესაც სტუმრებს თითქმის არ ქონდათ ადგილი, სადაც ისინი იქნებოდნენ მიწვეულები. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ხუჩაბათობის ტრადიცია, როდესაც ძალიან ხშირად არავის არ ჯეროდა იმისა, რომ შეგვეძლოთ ამამად დაგვეთმოს სივრცე იმისთვის, რომ გვესაუბრა რადიკალურ პოზიციებზე. გვესაუბრა განსაკუთრებულად ისეთ საკითხებზე, როგორც არის ადამიანის უფლებები, როგორც არის კლიმატის უფლებები და გვესაუბრა მათ შორის ისეთ უფლებებზე, როგორც არის უმცირესობის პრობლემები, სხვადასხვა თემის პრობლემები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე მჯერა და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის გზას. გავაგრძელებთ იმ ღირებულებების ერთგულებას, რომელსაც ადამიანის უფლებები ქვია და გავაგრძელებთ ძალადობის დაგმობას, გავაგრძელებთ ილია ჭავჭავაძისა და მერაბ კოსტავას გზას და შევძლებთ ვიცხოვროთ იმ დემოკრატიული ფასეულობებით, რომელსაც მუზეუმები უნდა ინახავდნენ და ავრცელებდნენ. ძალიან დიდ ხანს შემიძლია ვისაუბრო თბილისის მუზეუმების გაერთიანების
ამოცანებზე, მაგრამ ძალიან დიდ მადლობას გიხდით თითოეულ თქვენთაგან შესაძლებლობებისთვის და მზად ვარ დეტალური კითხვებისთვის.